ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ვართ აეროპორტის ტრასასთან, მივდივართ კახეთში, აგერ ხედავთ აი ამ ქანდაკებას. და გზად ნახეთ, აი ველოსიპედისტი კაცი რო გადის კახეთიდან თბილისში, აი ის. როგორ ახარ? მიცანი? როგორ ახარ? ეხა ჩამოხვედი კახეთიდან ველოსიპედით, ხო? კი. ხო, მომისე, რა ჩამოიტანება? მოთი. ბევრი? გზა დააგროვე. ესე იგი, ყოველ დღე, თითქმის 2 დღეში ერთხელ კახეთის ბოლოდან, საიდან? მაღაროდან მოდიხარ აქ. ფოტოგრაფი კაცი. მეორე კლასის მძღოლი. მეორე კლასის მძღოლი, ველოსიპედის უბადლო მცოდნე. ზოოინჟინერი. ზოოინჟინერი. კიდე? რაღაცა იყო კიდე, აღარ მახსოვს. ტელემექანიკი. ტელემექანიკი კიდე? ტრაკერის კურსები სამაგდამთავრებული. კიდე რაღაცა იყო ერთი. კიდე მეორე რამე, მე მუსიკანტიცა ვარ. მუსიკანტიცა ხარ, რაზე უკრავ? ყველაფერი. ხო? რაც ფორმალიზმზე ვარგა. რა ფორმალიზმზე? აკორდეონზე? და ნუ არ ვიცი, ეს უნიკალური კაცი და. მაინც არ გენანება რომ აი გადიხარ აი ამით. რა არის შენამენი? არა, ნუ რა ვიცი, ამდენი რამე იცი და სხვა რამე რო გეკეთებინა? სხვა რა ვაკეთე მაგალითად. მე ყველაზე კაი საქმეა, ხო დეკორაციას ვაშენე. ხო რა? სად? აი წყეპარკი გავაშენე. სადა? იქავე თანთან. ეხლა რო ჩავიდე მაღაროში მანახებე შენ წყეპარკს. ვისთან მივიდე, ვინ მიკითხო? ვისთანაც ვნევავდი. არა, შენ რა ქვია? ველოსიპედი და მოთლები. გაუმარჯოს ხალხს. რა ხდება? თქვენ რა მიშვილია რა? მე ვარ კი. რა ხდება? ხდება რა? ტელევიზორში დაგინახავ ხოლმე. ყურძენს აბარებთ? თუ ვერ აბარებთ? როგორ ვაბარებ? რა ღირს ყურძენი? 50-მდე, 50. მე მაყოფილი ხარ მაგით? არა ვარ, მაგრამ რა ხო, კაი. ყურძენს აბარებ თუ ყიდულობ? ხან ვაბარებ, ხან ავყიდი, რა. კაია, ეს როგორ არის იცი? კაკლის ჭხლიალი მიმოწესო, გურულმა რო თქვა. კახელები როგორ ამბობს? ხო, კახელები როგორ ამბობს? კაი, მომისინე. აბარებ თუ არ აბარებ ბოლო-ბოლო? ეხლა ცოტა გამაქვს ძალიან 1-2 ტონა და ისკინე გავყიდო, ქარხანა როგორ ჩავაბარო, ქარხანა თლიანი გრუზი ჩავაბარო. მე მაყოფილი ხარ? როგორ ვარ გაყოფილი? ხო და ხარ თუ არა ხარ რა? ვა, როგორ ვარ? ხარ, ხო? ყველაფერი კარგად არის. ფასი ყველაფერი მოიგე, ხო? არა, მოიგე თუ დავაგე რავი დაწიყვეგი ხო? ჰა? მოიგე თუ დავაგე რა წიყვეგი? არა, მომისინე, შენ მოიგე თუ წააგე ახლა ამ სეზონზე? მოიგე. მოიგე, ხო? არა. ყველა მაყოფილი ხარ ხალ, ხო? ვა, ყველა? ჰა? ყველა რანაირად არის? რა ვიცი, ება იძახიან მაყოფილი ვარ. მაყოფილი არა, ეს არის კული, რა თქმა უნდა. შენ არა ხარ მაყოფილი? არა. რატო? იმიტომ რომ რა სახეა მოსავალ ფასი არ არის. არა ვარ მაყოფილი. შენ კაცი მაყოფილია, ეს არ არის. იმიტომ არ არის არასაფასი. დასაკრეფიოდ რაც არის რომანია ფასი კარგი მოგწონს. შენა გავდა. არა ფასი მოგწონს. მოსავალია ორმაგი სამაგია. მორმალ სამაგიო თიმარულ ფასი არა. კაი, შენ მაყოფილია, შენ არა. კაი, გასაგებია. მოდი. თქვენ მაყოფილი ხარ? მე თავარ მაყოფილი. რომელია ძმაო მაყოფილი? რა ვიცი აბა. მოსულები მაყოფილები კი არ არიან ძმაო. გაჭირებულმა ცხოვრება მაიყვანათ აი ძმაო. ინა რა გადავიღო? მითხარი და გადავიღო. გადავიღო და ერთხელ არ უხსენებია რომ ვაშლი გასაყიდი დარჩა კონდოს და 10 თეთრი ღირდა წესა და 15 თეთრი მოყვანა ღირდა. ეგენი რატო არ გააშვა? სად ჩამოვიდე? შენთან ჩამოვალ. გორში ჩამოდი და გაარკვევ. გამალაპარაკებ ყველა სეშენი არავინ არ ლაპარაკობს და რა. აი ლაპარაკებს ყველა იგად. მართლა? და არანტიას მაძლევ? გადლე მაგის გარდა. აი, მაყოფილი ხარ? არა. რატო? მოგებაზე ვერ გადიხარ? ვერ მოგიოდი. იჩერაში რომ მატევადობა, ვიცი გავიგე, მაგრამ რამდენი უნდა იყოს? მე 15 მეტრ უნდა ყიდე. რამდენი? აი ეხლა. აბა სასდილაში. აი ეხლა. გააკეთეთ კაც. აი ეხლა. სასდილაში შადი ხარ. მეხურები? 5 მანეთი რა ამბავია? 15 მეტრ როისი ლიტრა ღვინო. მოიცა შენ გინდა მითხარ რომ ყურძენი კილო უნდა ღირდეს 5 მანეთი? 5 ლარი. 10? მათ 15, 20? რა დაიღვიო რა. კაი, არა კი. რეალურად რამდენი უნდა ღირდეს რომ მოგებაზე? დიახ, რეალურად. როგორ? ლარზე ნაკლები ხაცელი არ უნდა იყოს ყურძენი.
მაგრამ რუსეთში არ გადის ღვინო და რა ქნან? არ იმარებენ ქარხნები. არა, რატო არ გვინდა რუსეთი? არა, არ გვინდა რა, მე შენ გეკითხები, გინდა? 200 წელი იმაში ვიყავით, რუსეთში ვიყავით და იქიდან ტერიტორიები რო დაგართვა? ოსეთი, აფხაზეთი? თვითონ თავრობა რო ყო, მიმართ. აი რა, დაგიბომბა ხალხი მოგიკლა რა. მეტი რა, მაიმინდა ბომბა. ვინა და რუსებმა დაბომბეს. რუსებმა კეთება, ჩვენმა დაბომბეს. ვერ გავიგე. ჩვენმა დაბომბეს. აი რა ჩვენმა დაბომბეს. პოლიტიკა თავი და არა. რატო? რატო? ვერანას გაურებს ტრაქტორი, წამალი, მუშა ვერანას გაურებს. ხო, მაგრამ ქარხანა უნდა ჩაიბაროს ლარად, ხო? ლარა ჩაიბარო, რატო არ ჩაიბარო ქარხანა? არა, ვერ აკეთებს ამდენ ღვინოს, არ არის ამდენი გასაღები აი ბაზარი. საქართველოს სხვა ქვეყნებში თუ კი 20-25 ევროები ღირს ღვინოები. ხო. ო, როგორ აღის? ჩვენი შენობა არ ვარგა ისეთი მაგარი არა. ჩვენზე ნაკლები ყურძენი ასა აი შენ ყურძენი გააქვს? არა მაქვს ყურძენი, გასულ. აბა რა გაქვს? აქ რატო ხარ მაშინ? მუშათა ვარ ამოსული. მუშათა ხარ ამოსული. გაუმარჯოს. მოდი აქა, მოდი. როკი გიყვარს ხო? მოდი პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ, მოდი, ისე ვილაპარაკოთ. რა იყო? ვერ ეთქო, იმას რო ეუბნები, შენ მითხარი, მიდი. ხო, რატო ვერ ამო, იმას რო აგულიანებ, მოდი აქ. მოდი, კაი კაცო. იმას ხო აგულიანებ. შალვა, თეგო მახარაშვილი, შალვა რამიშვილი, მიდი. მე თეგო მახარაშვილი. სასიამოვნოა. მაყობილი ხარ ყურძნის პასეთ? არა. რატო? არა უთარ შემთხვევაში. 50 თეთრია, ხო? არა უთარ შემთხვევაში. აუ, ყურძნის პასი უნდა კონდეს 50 კი არა, ლარი უნდა. მაგარი კი არა, მამიშვილი. ერთი წუთი. ბორჯომი რაღის, ბორჯომი. არ ვიცი. აი წყალი, არიან წყალ ვაყიდე მე მანათად. ხო, ეგრეა. მერე პივა ღირს 1 ლიტრი. აუ, ეხა კაი პივა გაასწორებდა რა. გაასწორებდა რა. არა, კაცურად მითხარი რა. კაცურად გეუნებ და კაი კაცურად პივა გაასწორებდა. ვიდან ჩაარტი? ცოტა. რა თქმა უნდა, ბიჭო. მუშას უნდა ყვება, თუ არა ყვდება, გადაცვალე. ჯიგარი ხარ. ხო. გაგი, ხა? გახსნა არის, გაგიხსნი გას. აჰამადო. დონი ჩამოაგე, ნუ. მიდი აბა, როგორ? ამათ შეიძლება გასადა. მაიცა. დონი ჩამოაგე. აჰა. ვის ყურზე ფას დააყოლო. აი, თაგო მე პროექტი. როგორ? ყურზე ფას არ დააყლეს. ვის არ მოუმატებს? ხა, ყურზე. ხო, გაუბედე. გაუმარჯოს. ყურზე უნდა გიდეთ ლარი. კაი. ვინას კიდევ სიდედრის საფლავზე გული წაუო, ივაი გაუმარჯე. რა გინდა, იცი რა კაი სიდედრი მყავს მე. არა, ღმერთს ხო შენ? მე აღარ მყავს. ხო და როგორი ყავდა? ო, კარგი. ვაყობ რა ფასია ყურძენი, რა ფასს თიბარებენ? 45 კაი. 45? აბა 50 არის იქით? 45 მეტი არ არის. და ვაყოფილები ხართ? აბა ყოფილი როგორ იქნება, ხალხი მაგათები გაძვირია. 40 თუ აქამდე 60 იყო, ახლა 45. ისიც ხვეწნეთ, მუხლი ჩოკებით უნდა მიხვიდე რომ სად არის ქარხანა, აბა? იქნება არღის ეს ლარი, ეგრე დაეცა ფასი. ის სამალი მოგვეცით ნაკლებხაში. ვინ უნდა მოხდეს? თავრობა უნდა მოხდეს? ხომ შემოვიდეს, ხო შემოდის და ცეცხლის 1 კილოგრამი რო 40 და 50 ლარი. ხო და ძია კაცო, რა მინდა გითხრა, იცი? შენ რო იძახი მოგვეციო. ეგ თავრობა უნდა არეგულირებდეს მაგას, თავრობა. აბა ვინა მაი ჩვენ. რატო ეს ხო ის არის, თავისუფალი ბაზარია, თავისუფალი ეკონომიკაა. ჩვენ ხო არა გაჩეხე მაგალითად, ვენახი და სხვა რამე დათესე თუ მომგებიანი არ არის. რა ვიცი რა არის მომგებიანი? იცი არ ვიცი ეხა მე არა მაქვს წარმოდგენა. სტუმრად ჩემთან რა დაგალეინო რო ავჩეხო. ნუ იმის სამყოფი რომ მე დამალეინო დატოვე რა. ეგ რა გამოვა. აქ კახეთში შეგა ღვინო რო არ აქვს და თავს მაეკლავს კაცი. აი ხო შეიძლება რომ სხვა ევროპაში გაიტანონ იქ რა თქმა უნდა. ანუ მაგაში უნდა მოგეხმაროს ხო? უნდა მოგეხმაროს. რა ვიცი ბიძინა ივანიშვილზე იძახიან გადაარჩე საქართველოს. ჰა? ყველა მაგრი იძახა რა ვიღაჩე. ყველა მაგრი იძახა გადაარჩეს. აბა თუ გადაარჩენ აქ არა ვარ დგას. ხო რა ვიცი იძახიან რომ გადაარჩეს. მე ხვედით იქამდე ივანიშვილამდე მაგრები ხართ რა. არა. მაიცა მითხარი. ხო, აბა რა, ვინ გადაარჩეს? არ გადაარჩეს. რატო? ვინ? ბიძინა ივანიშვილი დაუშვათ. მე როგორ? მითხრის რა. აი როგორ? აი რა არგუმენტები გაქვს რომ გადაარჩეს? მე იმის მაგრად ვერ ვილაპარაკე, ვიღაცები აი ილაპარაკე, შენ ხო იძახი გადაარჩეს. ისიც ხო უნდა იცოდე როგორ გადაარჩეს. მე ილაპარაკე, რატო? შენ სახელი? არ გინდათან. არ მისმენე, შენ ლაპარაკობ, მე არ მისმენდა. როგორ არ გისმენ? ხო და მოდი მომისმენე, დაგელაპარაკო. გადაარჩესო და როგორ გადაარჩეს? მოდი აქ დაგელაპარაკო. ხო და დადექი აქა, დაგელაპარაკო. არ მისმენდა. იქნებ მაგ, მოდი აქ.
არ მისმენ ჩემო კარგო კაცო და მოდი აქა მე ხوار დაგიწყებ დევნას არა ეგ რა უცნაურია რაღაც თქმა მინდოდა და ვინა თავრობის მომხრე არის თუ იცნობთ ამ კაცს იცნობ ვინ არის ბრიგადირია მოდი აქა რა აგიხსნი კაცო შორიდან ხوار დაგიყვირებ არა დაგიყვირო არ მინდა ჯერ ერთი მე არ მithქვამს ხალხი იძახის და მათი აზრი მაინტერესებს აი შენ არგუმენტები ხო გააქვს მე არ მაქვს არგუმენტები მე ვარ ჟურნალისტი მე ვსვავ კითხვას და ხალხი იძახისო როგორ არა არგუმენტი არა გაქვს ვა ვერ გაიგო ამან კითხვა დავსვი კითხვა და პასუხი მაინტერესებს რატო ასე გამწარებული რატო არის რა შეიძლება ეხლა რა ვიცი რა აგრონომია ვინ არის თავრობის აკაცია აი ეხა მივდივარ მიშას ვენახებში წელს ვერ მოუვარდა კულა ამა იქ როგორ გამოაცხადა მივიტანე მარანში ჩიკანეს ქარხანაში და არ მიიღესო აფა თედა უნდა პრეზიდენტის იმე თუ არ იმაღო მეორტის სულ გააწყალებს კაც შანსი არ არის ყვარელში ყოფილიყავით და არ გადაგვეღო სააკაშვილის სახლი როგორც ხედავთ მაგარი მშენებლობები მიდის აქ კარიბჭეს აკეთებენ გაითვალისწინეს რა წარსული შეცდომები რა თქმა უნდა დაცვის პოლიციაც აქ არის რომელიც რეკავს გბარდებით უნდა ჩაგბარდეთ გამარჯობათ დილამშვიდობისა შიგნით არ შევდივართ გარედან ხო შეიძლება რომ გადავიღოთ სავალ ნაწილზე ხო არა შიგნით არა აი უთხარი მე კი ბატონო ამას არ გადავ კარგი აქეთ რო გადავიღოთ არ შეიძლება აქ კერძო საკუთრება ვიცი კი იქით გადაიღეთ იქით ვენახები გადაიღეთ ეს ვისი ვენახები არის ვიღაცის ამშრომლობა ისე გაითვალისწინა სააკაშვილმა ჩემი რჩევა და ღობეს აკეთებს იმიტომ რომ მაშინ რომ შემოვედი იყო გაუგებრობა ხო ასეა გარედან ნებისმიერი კერძო მესაკუთრის გადაღება მე შემიძლია მაგრამ თუ ეს არის განსაკუთრებული დაცვის ობიექტი თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რომ არ შეიძლება და ჩვენ დავემორჩილებით არ შეიძლება ანუ ამიტომ რომ განსაკუთრებული დაცვის ობიექტია ხო არ შეიძლება გადაღება არა არც ვიღებთ ხო ხედავთ რომ არ ვიღებთ არა აღარ ვიღებთ აგერ ხა წამოვედით და არ ვიღებთ მაგრამ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის სახლია თუ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის კი არა და კერძო საკუთრებაა ეგ არის დასაზუსტებელი კერძო საკუთრება მე თქვენ გირჩევთ რომ აწიროთ ჩემნაირი ვინმე მოვა ეჭვებარება რომ ჩემნაირი ვინმე მოვიდეს უთხრათ რომ გადაღება არ შეიძლება იმიტომ კი არა რომ კერძო საკუთრება არამედ იმიტომ რომ პრეზიდენტის სახლია კარგი დიდი მადლობა ნახვამდის ძვირფას ტელემაყურებლო თქვენთვის რომ ყვარელში ბოლო ვიზიტისას წაგვართვეს მიკროფონი და მე შევიტანე განცხადება პოლიციაში ეხლა ვნახოთ რა ბედი ეწია ჩემს განცხადებას და პოლიციის უფროსს პოლიციის უფროსი მოხსნეს მართლა ჩემი გადაცემის გამო თუ არის შეიცვალა პოლიციის უფროსი თუ არა ძალიან კარგი ეხლა მე თუ გახსოვთ განცხადება დავწერე მიკროფონი წამართვა პოლიციის თანამშრომელმა და რა ბედი ეწია იმ განცხადებას მოკვლევა დაწყებულია არ არის დაწყებული იქნებ გაარკვიოთ პოლიციის უფროსთან იმიტომ რომ ოფიციალურად გადაღებულია დავტოვე კიდევაც ეგ განცხადება და მოვედი აგერ დაზარალებული ვარ ნუ დაზარალებული არა ვარ ცნობილი ჯერ მაგრამ მიკროფონი არ დაუბრუნებიათ არ არის ადგილზე 9 საათია და როგორ არ არის ანუ თქვენ გინდათ მითხრათ რომ პასუხისგებელი პირი არავინ არ არის პასუხი რომ გამცეს რამდენ ხანში მოვლენაში შეიძლება არ მოვიდნენ საერთოდ მოვლენ როგორ ხო არა რა თქმა უნდა კარგი ვინ არის ახალი პოლიციის უფროსი დავით გიგაური ის ვინც იყო ძველი გაუშვეს კაია არ უნდა წაართვას მიკროფონები ჟურნალისტებს და არ გაუშვებენ მადლობ დიდი მადლობა არის ვინმე შიგნით თუ იცით გამგებელი არის თქვენ ახართ გამგებელი გამარჯობათ შალვა რამიშვილი თქვენი სახელი რა მინდა ისი დახმარება მინდა გთხოვოთ პოლიციაში არავინ არ არის და ძველი პოლიციის უფროსი რომელიც მოხსნეს ხელმძღვანელობდა რაღაც ოპერაციას სადაც მე მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი უკაცრავად ერთი წუთით ეს არ არის მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი წამართვა პრეზიდენტის სახლთან ვიყავი რა ხო და ეხა მინდა რომ დავიბრუნო რა ეს მიკროფონი და რამენერად თავრობის წარმომადგენელი ხარ ხალხზე უნდა ვიზრუნო და აგერ ხალხი ვარ და რა ვქნა ახლა მომესთ მიკროფონი და წავალ მე ნამდვილად არ დამეხმარეთ ვესტები რომ დაგეხმარა როგორ და მოვიკითხა შენ მიკროფონს და აუცილებლად დავაბრუნებ თუ არის ეს და გლეხები რო უკმაყოფილოები არიან 45 თეთრი როღის ყურძენი
როგორ გადაება 45-იც ძვირდა 50-ის 55 და 60 თქვენ სახელი უკაცრავად ნუ ამას რა მნიშვნელობა ნუ რაღაცა საჯარო პირი ხართ კიდე გეუნებით გამგებელი ხო ხართ მითხარით თქვენი სახელი ხალისხის დამიხედვით უკაცრავად რა მინდა 45 ცოტა უხერხულია 50 55 და 60 ღირდა ბატონო ჩემო ლევანი გამსახურდია ხო ბატონო ლევანი აჰა გამსახურდია კახეთში გამგებლად ძალიან მაგარია აი ეგ არის საქართველო რა მინდა რომ ვეცდებით რომ დაგიბრუნდეთ თქვენი აზრით მე ვერ ვნახავ გლეხს რომელიც უკმაყოფილოა როგორ უნდა იყოს არა შედარებითია ფასი ხალისხი და მეგიხსნით თქვენ კითხაც და არა იცით რატო ყოფილოს როგორ ნახავთ როცა შეიძლება გლეხს თუ იმას შეიძლება ლარი ღირდეს და ლარ ნახევარი არა აი თქვენი აზრით როცა მიდიხარ გლეხთან და ეკითხები რთველით კმაყოფილი ხარ უკეთესი ფასი უნდა ყოველთვის გლეხს თქვენ ხო ეცით არა ეგ რა თქმა უნდა არა ეგეც უთხარი რომ ეგეც უთხარი რომ მთავრობა ფასს ვერ დაგიდგენს მე საბჭოთა კავშირი წავიდა თქო მაგასაც ვეუბნები მაგრამ ჩივიან ძირითადად არა არ ჩივიან ეხლა არ მოხდა იცით ვიცი ხო რას მოხდა დიდი მოსავალი იყო და მაგრამ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ჯობია არა რუსეთის ბაზარი არ გვიჭერს ჩვენ არ გიჭერს წელს კაცითელი ქარხნებში აღარ იყო წელს ანუ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ან არ იყოს სულ ერთია ხო იმდენად რამდენადაც უკრაინა ბელორუსიაში გადის თქვენ ახლა მაგას გულსვლად მეუბნებით რომ რუსეთის ბაზარი სულ ერთია იყოს თუ არა ნამდვილად არა მაგარია აბა ისინი იტყუებიან ვიღაცები რომ ვიღაცა ეკონომისტები იძახიან რომ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს და უფრო ჯობიაო არა მე გეუბნებით რეალობას რაც ადგილზეა რომ ქარხებში ნაშთები ნაშთები კი ბატონო არა მე მჯერა თქვენი კაცო რუსეთის ბაზარი რასაჭიროა არა მაინც ხო ადონი აი ესეთი მეგრელი კაცი მინდა კახეთში გამგებლად რა შუაგულ კახეთში ისე დაგელაპარაკება ტკბილად მე სულ არ მომწეს ეს მიკროფონი კი არ ნერვიულობ ველოსიპედისტი რო არის ბოთლები რო დააქვს ქვევით ბოლოსია სად მივაგისნო სადა და ეხლავე გეტყვი ხო სახლი არ ძით სახლი როგორ ვიცი მაგრამ მე რა საწამოვიდე იქ წამომყევით აგერ მანქანით მე ფეხები მткиვას მანქანი ამოგიყვა ისე ამოგიყვა საო ბაბოჯა ელიკო ბაბო სურათი გადამიღება ერთი მიდი მოდი აბა შენ თეთრ გადავე რაჯი გაიჩაიცი ელიკო ბაბო ჩაიცი აჰა всё რა ვიცი ხარ შილო შალვა მქვია მე აჰა ხო მომისმენ რამდენი წლის ახარ რამდენი სავი იქნები 72 10 წელიწადი დაუმატე კიდე 82 სახარ კი ბატონო მერთმა კაიჯანი მოგცეს რა შეგიძლია მითხრა კარგი ახლა ხო კარგი მითხარი ეგ რო გითხრა ხო ქალაქამდე სიცილად დაიცლე მიდი დავაი მითხარი დავაი ასადაური ხარ ხო ქალაქელი ხარ მე გურული ვარ გურული ოჰო აი გურული ვიცი მაგრამ ხო რა არის ნუ იცი ხომ მე გაჯანსება მომიყევი მიდი მაგაი გეტყვი ნახა გურული ხარ ერთი გურული ხალი მამაცემ დეშაირა რაიგე მართლა მამაცემ დეშაირა ხო და მაისე იცო ძალიან კარგი კაცი ხარ გამოთქმელი მეტად ბრძენიო მაგრამ ოდიში ეგ მეტად გძელი ხო და ამ მამაცემა კიდე ხელად მოუგო სიტყვა საჩხირეთში დავიბადეო საქართველოს გავხდი გვიციო და თუ შეიძლება სიდგან იციო ეგ ხარ მაგარი ხარ ძალიან აბა შენ იცი იცოცხლე შილო კეთილი მთავრობა აი აქ ცხოვრობს ის ჩვენი ველოსიპედისტი ნოდარი ჩერკეზიშვილი როგორც გავარკვიეთ კიდევ რაღაც მოგცათ რომ მივიდო ხო იმიტომ მოვიდოთ რომ არ გასახუნებათ შემოხლა აგი აი ეს ის მისადუნა ჩვენოთ რას აკეთებს ამ ბოთლებით ვიცი აბარებს ისე მაგარი უცნაური კაცია ბევრი პროფესია მაქვს იძახის ეხლა აი აქ რო იყოს თვითონ პიანინოზე უკრავს აკარდიონზე უკრავს ჩონგურზე უკრავს გიტარაზე უკრავს რა ყველაფერს უკრავს მე გონი თვითონაც უკრავს ხედავთ რა მაგარი სტადიონი კეთდება აგე მაგრამ საინტერესოა ეს სტადიონი ტბის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია თუ უბრალოდ სტადიონია მაგრამ სტადიონი მართლა კარგია ეს არის ტბა ხო იქნება ხო? როდის იქნება? არა, ორ კვირაში იქნება ტბა აქ, ხო? ორი არის, მაგრამ არა, ნუ მთელი ამბები რა. აბა გადავიდეთ. ხო. ახალი დარდუბალა რო დაიწყოთ, არ არის დრო. ვა, ხედავ, შენ რა თავამად ლაპარაკობ. რომ მოხსნან?
საიდანაა მოხსნა? ლაპატკიდან მოიდა აბა. აჰა, მიაყარე, ვიდი. მოდი დამიჭირე. შენ გაცემა გააკეთე, მიდი. ინტერვიუ მუშასთან, მიდი. მე ვითომ მუშავა, შემეკითხე. იქ რა გავაკეთო, მითხარი? აი ეს ლამი მიაყარეთ, აგერ კი იმას. მიდი აბა. თან მკითხე, კაცო, იმუშავე შენ, მე მუშავა. მიდი. შენ ხარ ჟურნალისტი. შენთვის ესე თქვი და მე მომიშვიდე, მიდი. მიდი. რისთვის ჩამოხვიდეთ? აკა რა, არა. მომისმინე? მომისმინე. მე მუშაობ და შენ ჩამოხვედი პირიქით რა, როლები გავცვალოთ. მე ჩამოვედი. ხო, დავაი, წავიდე. შენ ჩამოხვედი, მე მუშაობ რა. მიდი. ხა, ჰა. აბა რა საკეთებს აბა? აი ისა, ლამსა ვაყრი იმასა რა ქვია. და რა არის ეგა? მომიშვიდე თან გასა. აბა ბატონო. ხო, შენ რო თქვი, მე მომიშვიდე. ჯერ შენ თქვი, შემეკითხე? რა საკეთებთ? და მომიშვიდე. ეხლა ნუ მიყვირი ხარ ოღონდ ეხლა. ცოტა აბა ეხლა როგორ გინდა თუ არ დაგიყვირე? როცა ლაპარაკობ შენ მიშვიდე. ეხლა შენგან მაგარი ჟურნალისტი გამო. მიდი წავიდა. დავიდა. რა საკეთებთ? რა საკეთებთ? მუშაობ. რამდენს გიხდიან? 10 ლარს დღეში. გავარტყი? კმაყოფილი ხართ? არა ვარ კმაყოფილი, მაგრამ რა ვქნა აბა? თოსუს ჭამა ხო უნდა? 10 ლარი გავარტყი? 10 ლარი არა ეს. არა? ნაკლები? 10 ლარად ვინ იმუშავებს? ხო, ანუ 20. აი, 20 ხო გავარტყი. იქით ატბას აჯობებს ეს. ხო? მაგრამ დარდუბალა გავაკეთე ესე იგი. აუცილებელია სიფხიზლისთვის. რა ქვია შენა? დათო. კაი დათო. აბა კარგად, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენ ვამთავრებთ კახურ გადაცემას. ბევრი საინტერესო ნახეთ, ვიხალისეთ, ნახეთ ასევე მდგომარეობა ვენახებში და ზურებში. მე გემშვიდობებით 4 შაბათს, ჩვენ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს 22 საათზე და 30 წუთზე.